უპრეცედენტო ოდენობის ფულის გათეთრების საქმე დაკავებულია პირი, რომელმაც პროკურატურის მტკიცებით 2022-24 წლებში 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონოდ ლეგალიზება მოახერხა. უწყება ბრალდებულის ვინაობას არ ასახელებს და არც მის ინიციალებს მიუთითებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ დაკავებული საზოგადოებისთვის ცნობილი პირი არაა. ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, ლაშა ხუციშვილი, კობა გვენეტაძე, ნათია თურნავა. ოცნების ეს მაღალჩინოსნები მნიშვნელოვან თანამდებობებს იმ წლებში იკავებდნენ, როცა ქვეყანაში 2 მილიარდზე მეტი ლარის გათეთრება მოხდა. ოპოზიცია აქტიურად საუბრობს, რომ პროკურატურის ახალი საქმე დიდი ალბათობით ექს-პრემიერ ღარიბაშვილსა და მის გარემოცვას უკავშირდება და კობახიძე მდინარაძე მათ დასაკავებლად ემზადებიან. საქმეს გუნდიდან გაგდებულ წევრებს უკავშირებენ თავად ოცნების პროპაგანდისტებიც. ევროპელი სოციალისტები რობერტ ფიცოს პარტიას თავიანთი რიგებიდან გარიცხავენ. პოლიტიკოს ინფორმაციით გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ფიცოს პოლიტიკაა, რომელიც სულ უფრო შორდება ევროპელ სოციალისტებს, აფერხებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ძირს უთხრის კანონის უზენაესობას საკუთარ ქვეყანაში. გუშინ სლოვაკეთის დედაქალაქსა და 15 ქალაქში რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. პროკურორები ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებულის სიკვდილით დასჯას ითხოვენ. ბრალდების მხარის ინფორმაციით რობინსონმა განზრახა მოიღო მიზანში ჩარლი კირკი მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და აღქმების გამო. დაკავებული ტაილერ რობინსონი ამჟამად იუტას ციხეში იმყოფება.